საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ვინ მოაწერა ხელი პირველმა? აღმოჩნდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც აქვს ესეთი გამორჩეულად ლამაზი და კალიგრაფიული ხელმოწერა. პირველმა მოაწერა ხელი მანაც და ეს არის შალვა ალექსი მესხიშვილი. პირველი კალიგრაფი ამ ოჯახიდან იყო ალექსი გვარად მესხიშვილი და ეს იყო იმდანად დიდი კალიგრაფი, რომ მთელ შემდგომ საგვარეულოს ალექსი მესხიშვილად დაერქვა გვარი. ეს ნეტოს შეგნებულად მოაწერინეს, მას ხელი რო რადგან ლამაზი კალიგრაფია ექნებოდა. ეს უფრო ვფიქრობ, რომ განგების განზრახვა იყო და არა, მაშინ იმიტომ რომ ხო გახსოვს, როდესაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ეს საოცარი ამბავია. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ხელით წერის ნაციონალური დღე. აღმოჩნდა, რომ ეს არის ამერიკელი პოლიტიკოსის ჯონ ჰენკოკის დაბადების დღე. ეს ამერიკელი პოლიტიკოსი არის პირველი ხელმომწერი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე. ნახავთ, რომ არის ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი კალიგრაფიული ხელმოწერა. კალამ შეუძლია ყველაფერი, მათ შორის იყოს თავისუფლების ყველაზე ხმამაღალი განაცხადიც. ეხლა წეღარ საუბრობდით ფარნავაზის ლეგენდაშიც დამწერლობა როგორ უკავშირდება სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას და ეხლა ამერიკელებმაც როგორ დააკავშირეს დამწერლობა და სახელმწიფოებრიობის შექმნა და ეს ორი ერთმანეთთან ისე არის გადაჯაჭვული, რომ თითქოს ფესვები არის ეს კალიგრაფია. ეს მოდის სწორედ ჩვენი ინტელექტუალური კარდიოგრამაა.